საღამოშვიდობისა ეთერშია სამკუთხედის სტუდიაში მუშაობენ ეკა კოსიტაძე და ნინო ჯაფიაშვილი. დღეს ჩვენი გადაცემის თემა აფხაზეთია, მთავარ კითხვას კი ასე დავსვათ. გახდა თუ არა შეუქცევადი საქართველოს ტერიტორიის ანექსიის პროცესი. ამ თემაზე ჩვენ საუბრობთ პრეზიდენტ ჯიმი კარტერის ადმინისტრაციაში უშიშროების საბჭოს მდივანთან, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატ ბარაკ ობამას მრჩეველთან, პროფესორ ზბიგნევ ბჟეზინსკისთან. ვაშინგტონიდან ჩართვის შემდეგ თქვენ მოისმენთ სტრატეგიული კვლევებისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ცენტრის ხელმძღვანელის მოსაზრებებსაც. ბატონი ალექსანდრე რონდელი დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარია. საღამოშვიდობისა ბატონ ალექსანდრე, ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. სანამ ჩვენ დავიწყებდეთ საუბარს, მანამდე საშუალება გვაქვს მოვუსმინოთ ექსკლუზიური ინტერვიუს ბატონ ბჟეზინსკისთან. საღამოშვიდობისა ბატონო ბჟეზინსკი, ძალიან დიდი მადლობა რომ მონაწილეობას იღებთ ჩვენს გადაცემაში. ეს დიდი პატივია ჩვენთვის. და პირველი კითხვა, ბუქარესტის სამიტის შემდეგ რუსეთმა გადაწყვიტა გახსნას დიპლომატიური წარმომადგენლობები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. რუსეთის მხარემ ჩამოაგდოს საქართველოს მზვერავი თვითმფრინავი და გარდა ამისა რუსეთის მშვიდობის ყოფილები ახდენენ ძალის კონცენტრირებას კონფლიქტის რეგიონში. თქვენი აზრით, სადამდე შეიძლება წავიდეს რუსეთი? ძალზე მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი პატივს სცემდეს საერთაშორისო ნორმებს და არ ეცადოს თავს მოახვიოს სუვერენულ ქვეყანას, მის მეზობელს, მცირე ზომის ქვეყანას, მისი სამხრივი გადაწყვეტილება. იმასთან მიმართებაში რაც გახვალთ სერიოზული რთული პოლიტიკური და სამართლებრივი საკითხი. საერთაშორისო საზოგადოება ვერ დარჩება ინდიფერენტული დაშინებისა და ძალის გამოყენების პერსპექტივასთან დაკავშირებით მეზობელთან მიმართებაში, რომელსაც აქვს ლეგიტიმური ინტერესი დაიცვას თავისი ტერიტორიული მთლიანობა. თქვენი აზრით, რუსეთის მიზანი ამ კონკრეტულ შემთხვევაში არის ის, რომ მოახდინოს სააკაშვილის პროვოცირება და ჩაითრიოს ის ომში, თუ ისწავლა ყველა საერთაშორისო ნორმის წინააღმდეგ და გაბედავს, რომ აღიაროს სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი? მე არ შემიძლია წინასწარმეტყველება გავაკეთო ამასთან ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანია ის სცენარი, რომელსაც თქვენ ხაზი გაუსვით, არ განხორციელდეს რეალობად არ იქცეს და ძალზე მნიშვნელოვანია ასევე, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ განსაკუთრებით და ხაზგასმით ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ძალიან ნათლად ხაზი გაუსვას იმას, რომ ურთიერთობები რუსეთთან იქნება უფრო გართული და უარყოფითი გავლენის მქონე, თუ რუსეთი არ სცემს პატივს საერთაშორისო ტრადიციულ საერთაშორისო ნორმებს და ასევე არ გამოხატავს პატივისცემას ქვეყნის მეზობელი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში თქვენ თქვით, კოსოვოც, ჩეჩნეთიც იმსახურებს დამოუკიდებლობას, მაგრამ პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე ჩეჩნეთისთვის ეს შეუძლებელია. იმსახურებს თუ არა აფხაზეთი დამოუკიდებლობას და პოლიტიკური გარემოებებიდან გამომდინარე რეალურია თუ არა მისთვის ეს მიზანი? ვფიქრობ, ძალზე მნიშვნელოვანია ყველა დაინტერესებული მხარისთვის რუსეთის ჩართვით ყველამ უნდა გაითავისოს ნებისმიერი სამხრივი გადაწყვეტილება ძალიან რთული საერთაშორისო საკითხისა, რომელიც ორ ქვეყანას მოიცავს, კერძოდ ეს არის რუსეთი და საქართველო. სამხრივი გადაწყვეტილება ძალის გამოყენებით შექმნის საერთაშორისო გართულებას საერთაშორისო არენაზე და ჩემი აზრით აფხაზეთის საკითხი საკმაოდ განსხვავებულია გნებავთ ჩეჩნეთისგან, გნებავთ კოსოვოსგან და მე არ წარმოვიდგენია, რომ ვინმე შეუძლია ესე ვთქვათ მიიღოს გაკვეთილები აფხაზეთის პრობლემიდან და ეს დაუპირისპიროს კოსოვოს ან ჩეჩნეთს. ბატონ ბჟეზინსკი, ეკონომისტი წერს, რომ აფხაზეთში გადადგმული ნაბიჯები იყო სიგნალი დასავლეთისთვისაც, რომ თუ საქართველოს შეიფარებთ თქვენი ფრთის ქვეშ, შესაძლოა ჩვენთან სამხედრო კონფლიქტში აღმოჩნდეთ ჩათრეულნი. როგორ ფიქრობთ, შეეშინდა თუ არა ნატოს წევრ ქვეყნებს ამ პერსპექტივის და ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მათ უარი უთხრეს საქართველოს მაპზე? პირველ რიგში მე ვფიქრობ, რომ ძალზე მნიშვნელოვანია დასავლეთმაც გათვისნობიეროს, რომ საკითხი გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე ეს მხოლოდ აფხაზეთს შეიძლება ეხებოდეს და რა არის რა იგულისხმება? იგულისხმება საქართველოს მთავრობის დაშინების მცდელობა, რომ იგი უფრო დაქვემდებარებული და დამორჩილებული გახდეს რუსეთის მიმართ და ამას ექნება რა თქმა უნდა შედეგები ბაქო-ჯეიხანის ნავთობსადენისათვის, რომელიც გახდა სტრატეგიული არტერია, რომელიც
აკავშირებს ერთმანეთთან კასპიის რეგიონს დასავლეთთან, ევროპასთან და ევროატლანტიკურ საზოგადოებასთან და ამას აქვს ასევე შედეგები ენერგეტიკის დივერსიფიკაციისათვის და საკითხს უფრო ფართე შედეგების რეაქცია და არ ფიქრობ რომ მნიშვნელოვანია გახორციელდეს დისკუსია იმასთან მიმართებაში იქნება მშვიდობა, ომი, შეტაკება ნატოსა და რუსეთს შორის, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმ გარემოებას, რომ არ არსებობა კონსტრუქციული მოგვარების აი ამ საკითხის ეს გაართულებს აღმოსავლეთსა და დასავლეთის ურთიერთობებს, ასევე გაართულებს რუსეთსა და ევროკავშირის ურთიერთობას, ასევე გაართულებს აშშ-თან ურთიერთობას და რა თქმა უნდა რისკის ფაქტორი გახლავთ, რომ კვლავ გაგრძელდეს გაურკვეველი და ის სიტუაცია, რომლის წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელია კავკასიაში და ექნება უფრო ხანგრძლივი შედეგები. შეიძლება ზამთრის ოლიმპიადისთვისაც, რომელიც 2012 წელს არის დაგეგმილი. ანუ ჩვენ ეხლა კომპლექსურ საკითხის წინაშე ვდგევართ, მაგრამ არ არის ზედმეტი დრამატიზირება საჭირო და მუდმივად საუბარი ომსა და მშვიდობის საკითხებზე, რომელს აი ეს ტენდენცია სამწუხაროდ ჩადებულია და ჩანს თქვენ კითხვაში. მაგრამ ამ კონკრეტულ სიტუაციაში, როდესაც ქვეყანას უნდა რომ გახდეს ნატოს წევრი, მაგრამ რუსეთი ყველანაირად ბლოკავს ამ პერსპექტივას, თუნდაც გავლენიანი ევროპული ქვეყნების დაშანტაჟების გზით. როდესაც შენ ტერიტორიას რუსეთი ემუქრება ანექსიით და დარწმუნებულია რომ შენ პატარა ქვეყანას არაფერი არ შეგიძლია ამ პროცესის შესაჩერებლად. ამ შემთხვევაში რა იქნება თქვენი რეკომენდაცია ასეთი ქვეყნის, პატარა ქვეყნის ლიდერის მისამართით, რა გზა უნდა აირჩიოს მან? თვლი რომ მცირე ქვეყანა, კერძოდ საქართველო, რომელსაც მე დიდ პატივს ვცემ, თავის უფლებებს უნდა იცავდეს, მაგრამ ასევე არ მიმაჩნია რომ საქართველოს ინტერესებში შედის აი ამ საკითხის დიდი სამხედრო შეტაკების კონტექსტში დასმა. დასავლეთმა განაცხადა ბუქარესტის საკმაოდ ნათლად, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი და პროცესი წავა წინ, მაგრამ ზედმეტი დრამატიზირება ამ საკითხისა და ამისი, ესე ვთქვათ, ამ საკითხის დასმა ომსა თუ მშვიდობასთან, ესე ვთქვათ, მიმართებაში, ეს არ ეხება, ესე ვთქვათ, ომს საქართველოსა და რუსეთს შორის, მაგრამ ეს ალბათ იგულისხმება ომი რუსეთსა და დასავლეთს შორის, ეს არ არის კარგი და ეფექტური ნაბიჯი და ეს არის, რა თქმა უნდა, ეს გამოიწვევს დასავლეთის პასუხს, რა თქმა უნდა, ლეგიტიმური საკითხია საქართველოსთვის და რომელსაც რუსეთი აბსოლუტურად ყოველგვარ უპასუხისმგებლობით განიხილავს და ვერ იქნება დასავლეთი, რა თქმა უნდა, პასიური მიმართებაში. კითხვა, რა ბერკეტეს ფლობს დასავლეთი იმისათვის, რომ ზეგავლენა მოახდინოს რუსეთზე. ჩვენ ვლაპარაკობთ პუტინის რუსეთზე, საკმაოდ აგრესიულზე, თავდაჯერებულზე და ისეთ იმ რუსეთზე, რომელსაც აქვს მონოპოლია დასავლეთის გაზის ბაზარზე. მე ვფიქრობ, დასავლეთს ძალიან ფერგი ბერგეტების ფართე არჩევანი გააჩნია, იმიტომ რომ რუსეთის ასევე დამოკიდებულია პოზიტიურ კონსტრუქციულ ურთიერთობებზე დასავლეთთან. ჩვენ ასევე ზედმეტად არ უნდა შევაფასოთ რუსეთის შესაძლებლობებით სამხრივი ქმედებების თვალსაზრისით და ძალიან ნათელია, რა თქმა უნდა, და ჩვენ დასავლეთი შეშფოთებულია იმ ურთიერთობებით, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის არსებობს. და ესეთ შეშფოთებას რუსეთი მიიღებს ხედველობაში, მაგრამ მნიშვნელოვანი არ დავიდეთ იმაზე, რასაც ქვია ომის ზღვარზე ბალანსირება. და მე ჩემი აზრით ეს არ არის გონივრული ტაქტიკური პასუხი იმასთან დაკავშირებით თუ რასაც უწოდებთ ხანგრძლივ ისტორიულ, სტრატეგიულ, ტერიტორიულ საკითხს, რომელიც უნდა მოგვარდეს პასუხისმგებლობით, სრული პასუხისმგებლობით და რომელიც ვერ მოგვარდება წყისიერად. ბუქარესტის სამიტზე ითქვა, რომ ალიანსი ისევ მიუბრუნდება დეკემბერში საქართველოს საკითხს. რა შეიცვლება დეკემბერში გერმანიის არგუმენტი, ის რომ საქართველოს აქვს კონფლიქტური ტერიტორიები, ისევ არგუმენტად რჩება?
თქვენ თქმა უნდა გაითავისოთ ერთი საკითხი, რომ დასავლეთმა უნდა უპასუხოს მტკიცედ და კონსტრუქციულად. ეს თქვენ ინტერესებშია და თქვენ ინტერესებში არ შედის ის, რომ დასავლეთი მზად იყოს ხვალ, ესე ვთქვათ, ომი გააჩაღოს რუსეთთან, აფხაზეთთან დაკავშირებით. თუ თქვენ ეს არ გესმით, თქვენ ნამდვილად არ გესმით არაფერი და არსებულ რეალობასთან მიმართებაში. ეკონომისტი წერდა იმას, რომ სწორედ ეს იყოს სიგნალი რუსეთის მხრიდან, რომ თუ ის მიიღებს საქართველოს ნატოს შემადგენლობაში, ნატოს ფარგლებში, მაშინ შეიძლება ჩათრეული იყოს ომში. ანუ ეკონომისტი ამახვილებდა ყურადღებას არა საქართველოს მხრიდან წამოსულ სიგნალზე, არამედ სწორედ რუსეთის მხრიდან წამოსულ სიგნალზე და ამაზე საუბრობთ ახლა ჩვენც. მე მიმაჩნია, რომ დასავლეთმა საკმაოდ კარგად გამოხატა თავისი პოზიცია და ელოდება საქართველოსგან, რომ საქართველო გახდება წევრი, ნატოს წევრი და ასევე პოზიცია გამოხატა დასავლეთმა ამ საკითხთან მიმართებით და მე ველოდები იმას, რომ თუ ეს საკითხი არ იქნება კონსტრუქციულად გადაწყვეტილი, დასავლეთი უფრო და უფრო ჩათრეული აღმოჩნდება პროცესში, მაგრამ თუ თქვენ ომის ბუქს დაჰკრავთ ახლა ამ წუთში და თქვენ ელოდებით დასავლეთის რაღაც მონაწილეობას ომში რუსეთის წინააღმდეგ აფხაზეთთან დაკავშირებით, ესე იგი თქვენ საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე აღმოჩნდებით. ბატონ ზეშენსკი, თქვენ ფიქრობთ, რომ საქართველო ქმნის ასეთ ხმაურს და საქართველოს უნდა შექმნას ესეთი შთაბეჭდილება, რომ ომი იწყება, თუ ეს მოდის რუსეთის ცდილობ ჩაგიტრიოთ კონფლიქტში პროვოკაცია მოაწყოთ. თქვენი რაციონალური პასუხი იქნება არ მისცეთ ამის საშუალება, რომ ჩაგიტრიონ კონფლიქტში. ანუ მხარე, რომელიც ცდილობს ჩაგიტრიონ კონფლიქტში და თქვენ ამას ხაზს უსვათ, რუსეთი ცდილობს ამას, რა თქმა უნდა ამის ინტერესი გააჩნია, მოაწყოს პროვოკაციები. მე არ ვფიქრობ, რომ თქვენ ინტერესებში შედის პროვოკაციაში ჩაათრევა და ეს გაახლავთ ჩემი პოზიცია. ბატონო ალექსანდრე, გავაგრძელოთ ბოლო იდეით, რაზეც საუბრობდა სპიკერ ბჟეზინსკი. მან ფაქტობრივად თქვა, რომ საქართველოს პასუხისგებლობა არ წამოეგოს პროვოკაციაზე, რუსეთის პროვოკაციაზე. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ საბოლოო ჯამში სიტუაციაზე კონტროლი მაინც საქართველოს ხელშია? ახლა ვიცით, საქართველოს ხელშია იმ გაგებით, რომ საქართველოს ან ყველა ელის რაციონალურ ქმედებას, ელის მოთმინებას, დაბალანსებულ მოქმედებას, იმიტომ რომ ასეთ ვითარებაში ჩვენ დიპლომატიურად ვიგებთ დიპლომატიურ ომს. ჩვენ სხვა ძალა არ აგვაქვს, რომ რუსეთს ომი მოუგოთ, არა? ეს არა საკმარისი არ არის. ამიტომ შენ მოდიხარ კარგი წინააღმდეგობით, სთავაზობ მშვიდობას, სთავაზობ ნორმალურ ურთიერთობას და შენი მეტოქე თან შენზე დიდი და ძლიერი და თან ძალიან ცუდი ისტორიის მქონე და დასავლეთში რუსეთს მაინც მიიჩნევენ ნეოიმპერიალისტად და არა ნორმალურ მეზობლად. შენ ამით იგებ, იმიტომ რომ ესე იგი გამოდის, რომ ეს დიდი ქვეყანა პატარის ჩაღლაპას აპირებს, ან მიტაცებას აპირებს მისი ნაწილის და ამით შენ იგებ, ეს ერთადერთი რაც გაქვს, ეს არის საერთაშორისო საზოგადოებრივი დახმარება. მათი შენთან ერთად ყოფნა და პოლიტიკური და ეკონომიკური და მორალური დახმარება და თანადგომა. ეს არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. თუმცა ამ პროცესის პარალელურად, ამ დიპლომატიური ომის პარალელურად მიმდინარეობს ანექსიის მითვისების, ტერიტორიის მითვისების რეალური პროცესი.
რუსეთი არის ქვეყანა, სადაც ამბობენ, რომ საქართველო არ არის ის ქვეყანა, რომელთანაც მათ უნდათ მაღალი დონის ურთიერთობის შენარჩუნება. ხომ არ არის დღეს საქართველო გარკვეულწილად შესული ჩიხში. ერთის მხრივ აქვს ყველანაირი მხარდაჭერა, თუმცა რეალურად ის ნელ-ნელა კარგავს თავის ტერიტორიას. ესეც არის, ასეც შეიძლება ამის განახვა, მაგრამ იცით რა არის, თუ პირად ცხოვრებაში ადამიანი შეუძლია იყოს პესიმისტი და ამავე დროს იმოქმედოს როგორც ოპტიმისტმა, პოლიტიკაში უნდა იყოს რეალისტი და იმოქმედა როგორც ოპტიმისტმა. აი მე მგონი ამ შემთხვევაში საქართველო იქცევა როგორც რეალისტი. მაგრამ იმედი აქვს, ოპტიმიზმი აქვს. ოპტიმიზმის გარეშე, იმედის გარეშე არ შეიძლება გადაწყვეტოს საკითხის და მე ვფიქრობ, რომ რაც ბატონო ბჟეზინსკიმ ბრძანა, ეს გაგრძელდება კიდევ. კაიხანი რუსეთის ინტერესებში არ არის ამჟამად დიდი აგრესია და დიდი ომი, იმიტომ რომ ეს მათ არაფერს არ მოუტანს. პროვოცირება არის, რა თქმა უნდა, ჩვენ როგორც იტყვიან, გამოგვიჭირონ, ეს უნდა ხოლოდ და ყველას ანახონ, რომ ჩვენ არა ვართ ნორმალურები და ჩვენთან როგორ შეიძლება ურთიერთობის დაჭერა. ბატონო, რატომ აქვს ალექსანდრე, რატომ აქვთ ასეთი დიდი იმედი რუსეთში, რომ საქართველო და მისი პრეზიდენტი წამოაგება პროვოკაციაზე? მისცა თუ არა ამის საბაბი თავად სააკაშვილმა რუსეთის მხარეს? იცით, ყველას ესმის, რომ ღირსება ყველას აქვს და გავიხსენოთ ეს ზამთრის ომი 1939-40 წელი ფინეთის საბჭოთა კავშირი. როცა მიადგა ამხელა ქვეყანა ფინეთის საზღვარს და მე დააბრალო, რომ ფინეთმა ომი დაიწყო და ფაქტობრივად თავს დაესხა. ფინეთმა იბრძოლა, დაკარგა 10% ტერიტორიის, მაგრამ იბრძოლა და გამოვიდა ამ ბრძოლიდან მორალურად გამარჯვებული, თუმცა დაკარგა 10% ტერიტორიის და მნიშვნელოვანი ტერიტორიის, მაგრამ დღეს სხვა დროა, დღეს ასე არ არის, რომ ეს მოგადგება ვიღაცა და წაგათმოს ყველაფერს. დღეს საერთაშორისო საზოგადოებრივი საათს დიდი მნიშვნელობა აქვს და ჩვენ წერანაც გავიგონეთ ბატონ ბჟეზინსკის ნათქვამი, რომ ბევრი უფლებას არ მისცემენ რუსეთს. ამიტომ რუსეთი ცდილობს, რომ ყველაფერი გააკეთოს ნელ-ნელა, მაგრამ ახლა ცოტა ზედმეტი მოვიდა ბატონ პუტინს და იმიტომ არის ასეთი რეაქცია. ეს რომ უფრო ნელა გაეკეთებინა, მიჩქმალულად, არა? ნაკლები რეაქცია იქნებოდა. ახლა პრინციპში ევროპაში არის რამდენიმე ქვეყანა, რომელიც იმას გდარდობს ხოლოდ, რომ საქართველოს პრობლემა მოგვაშორა. მაგრამ როდესაც ასე აშკარად იქცევა რუსეთი, მაგრამ ისიც ვალდებულია და იძულებულია, რომ გამოთქვას თავისი პროტესტი და აი ეს სწორედ მე მიმაჩნია, რომ ჩვენმა დიპლომატიამ მოახერხა ის, რომ საერთაშორისო პროტესტი უფრო ასეთი ხმამაღალი არ ყოფილა რუსეთის წინააღმდეგ. ფიქრობთ თუ არა, რომ არის საქართველოს ხელისუფლების წილი პასუხისგებლობის და მისი შეცდომების იმაში, რომ სიტუაცია ასე გამწვავდა და ფაქტობრივად არ არის ახლო პერსპექტივა მდგომარეობიდან გამოსვლის. ორი სტრატეგიული მიზანი ჰქონდა ხელისუფლებას, ორი მათ შორის, ერთი იყო ნატოში გაწევრიანება, მეორე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ვერც ერთს ვერ მიაღწია, ეს იყო შეცდომების მიზანი, ბრალი თუ ეს იყო არარეალური მიზნები. მიზნები იმდენად რთულია, რთული მისაღწევი ერთის და მეორეს. მეორე უფრო ისეთი ჩანს, უფრო ადვილი შედარებით, მაგრამ ორივე ძალიან რთულია და სურვილი იყო და ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ეს ყოფილიყო და ჯერჯერობით არ გამოვიდა. რაც შეეხება იმას, რომ ვისი ბრალია მხოლოდ იცით, არ არსებობს ერთი ანგელოზი და მეორე ჯოჯოხეთიდან ვიღაც გამოსული ჭინკა რა. ორივე მხარეს გარკვეული წილი მიუძღვის, შეცდომები ორივე მხრიდან იყო, მაგრამ ამ ურთიერთობაში ჩვენს და რუსეთის, რა თქმა უნდა, რუსეთის ბრალი არის უფრო დიდი და დიდი ქვეყანაა, ის არის იმპერიალისტი, ის არ არის პოსტიმპერიული, ის არის ნეოიმპერიული ქვეყანა, ნეოიმპერიალისტია და არა პოსტიმპერიული, როგორც ვთქვათ, ბრიტანეთიდან დავუშვათ საფრანგეთი. და რაში ხედავთ მაინც ბატონო ალექსანდრე შეცდომებს, რა ნაბიჯები არ უნდა გადაედგა საქართველოს ხელისუფლებას? საქართველო ახლად გამოჩეკილი ქვეყანაა, შეიძლება ასე ითქვას, ახლა ისტორიულად სულ რაღაც 17 წელი ვარ დამოუკიდებელი, ხო? ასეთი რამ პირველ დღიდანვე რაც დაგვემართა, წაიღეს ორი ჩვენი ტერიტორია დავკარგეთ. ძალიან ძნელია ის, ჩვენ ასეთი რამ არ ქონია ისტორიაში რეალურად, თანამედროვე ისტორიაში არ ქონია. დავიწყეთ სწორედ ამით. და ამაზე ჩვენ თვითონ სწავლობთ, მე მგონი რაღაც ევოლუცია განვიცადეთ. ალბათ იყო სწორი ნაბიჯები, მაგრამ რუსეთთან მიმართებაში იყო თუ არა დაშვებული შეცდომები, დღეს ოპოზიცია ძალიან ხშირად აკრიტიკებს ხელისუფლებას და ამბობს, რომ ეს აგრესიული რიტორიკა, რომელიც აირჩია საქართველოს ხელისუფლებამ რუსი პოლიტიკოსების მისამართით, იყო ძალიან დიდი შეცდომა. ფიქრობთ თუ არა ეს მართლა იყო შეცდომა? შეიძლება ხანდახან ესეთი
ხან აგდებული ტონი არაფერს თქვათ არ გმატებს. მაგრამ არც არაფერს არსებითად არ შეცვლიდა, მაგრამ რაც შეეხება იმ განცხადებას, რომ აი თქვათ ოპოზიცია, იცი, როცა პასუხისმგებელი არაფერზე არ ახლა ძალიან ადვილია κρიტიკა და რჩევების მიცემა უფასო. აი როცა პასუხისმგებლობა შენზე იქნება, მე ნახავ რასაც. აი იგივე ჯაშუშების დაჭერის ფაქტი. სხვათა შორის ამაზე დასავლეთის პრესაც ამახვილებდა ყურადღებას, დასავლელი პოლიტიკოსებიც, რომ ეს მოხდა ძალიან ხმაურით და ამან გამოიწვია რუსეთის ზედმეტად გაღიზიანება და უკვე ყველამ კარგად ვიცით რა მოყვა ამ ნაბიჯს. შეეძლო თუ არა საქართველოს ხელისუფლებას თუნდაც აი ეს მომენტი აეცილებინა თავიდან. ოდნავ თეატრალური იყო, მე ვიტყოდი. ოდნავ თეატრალური იყო და რა თქმა უნდა ისეთი ქვეყანა რუსეთი, რომელიც ამაში გაქექილია, ამას ვერ აიტანდა, იმიტომ რომ როგორ გამოდის ეს იგი ჯაშუშები ყავთ შენთან და მე ასე თითქოს არ უნდა მოიქცე, მაგრამ ამავე დროს საქართველოს უჭირს, იმიტომ რომ სულ ამ ბნელ კუთხეში ყავს რუსეთს მოწყურებული და ურტყავს და თუ არ დაიყვირეთ, თუ არ დაიწყე კივილი რომ მიშველეთ რაღაცას მიშვებიან, არც მოხედავენ. ამიტომ ჩვენი ხელისუფლების წინაშე არის ძალიან რთული ამოცანა. თან ბევრი რო იყვირო აღიზიანებ ვიღაცებს ევროპაში. დასავლური პრესა რამდენჯერ იგივე ეკონომისტში ეწერა, რომ საქართველო გამოდის იმ პოზიციაში, რომ მუდმივად ყვირის მგელი. ანუ მუდმივად აკეთებს აქცენტს იმაზე, რომ საფრთხე გვამუქრება რუსეთიდან და როდესაც შეიძლება მაშინაც კი როცა ეს საფრთხე შეიძლება რეალური არც იყოს. ჩვენ ხასიათია, ჩვენი თეატრი ნახეთ, დადგმები, ყველა ყვირის, ყველა მსახიობი ყვირის, ყველა ხმამაღლად ლაპარაკობს, წყნარად ლაპარაკი არ არის შეუძლია. ჩვენი პოლიტიკაც გარკვეულწილად ჩვენი ხასიათიდან გამომდინარეობს, მაგრამ როცა მართლა შავ დღეში ხარ და კუთხეში ხარ მიწყდეული, როგორ არ უნდა დაიყვირო, აღარ ვიცი. და ჩვენი შილოთ მეზობელი გეუბნება, ხმა არ მოიღო შენ და მე გაიღიმე და რო გითხრა შენ კიდე მადლობა მითხარიოდ ახლა. ჩვენ ჩრდილოეთ მეზობელს აქვს დასავლეთის იმის იმედი, რომ დასავლეთი ბოლომდე არ დაუჭერს საქართველოს მხარეს. თქვენ ლაპარაკობდით რეალ პოლიტიკაზე და ამ რეალ პოლიტიკის ფარგლებში ექცევა ისიც, რომ ჩვენ მხარეზეა მართალია მორალური არგუმენტები, რომ ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, გვჭირდება დაცვა, რომ ღირებულებები უნდა დაიცვას დასავლეთმა ამ ქვეყანაში, მაგრამ მეორე მხარეს არის ძალიან რაციონალური დამოკიდებულება რუსეთის მიმართ გავლენიანი დასავლური ქვეყნების მხრიდან. როგორ გონიათ რეალ პოლიტიკის პირობებში გადაწონის თუ არა მორალური არგუმენტები რაციონალურ დამოკიდებულებებს და საჭიროებებს? მე მაინც ვიტყოდი, რომ რეალ პოლიტიკა არსებობს, მაგრამ დღეს მაინც 21 საუკუნეა დაწყებული და გარკვეული ზნეობრივი ნორმების გამოყენება ხდება და თუ თქვათ გარკვეულ ძალას შეუძლია ამ ზნეობრივი ნორმების გამოყენება და დაწოლისთვის, ეს იმას გამოიყენებს, თქვათ, იგივე ევროპა, იგივე დავუშვათ შეერთებული შტატები, გარდა ამისა, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, იცით რა, თუ საქართველოს რამე დაუშავდება, ისინიც მერე აღმოჩნდებიან შემდეგი მსხვერპლი, მათ ძალიან კარგად იციან ეს. იგივე უკრაინა, იგივე სხვა, იგივე ყაზახეთი, ყველანი, ამან ძალიან ყურადღებით არიან. არ ამგონია, რომ რუსეთს ესე ადვილად შეუძლოს ამის გაკეთება ჩვენ წინააღმდეგ, იმიტომ რომ ყველანი მორალურად ჩვენ მხარეზე არიან, იმიტომ რომ მათ ინტერესებშია ეს. ხო, მაგრამ გადაწყვეტილებებს იღებს იქ ისეთი ქვეყნები, როგორც არის გერმანია და საფრანგეთი, სხვათა შორის სამიტის წინ გამოქვეყნდა გლუქსმანის ცნობილი ფილოსოფოსის ძალიან კარგი წერილი, რომელიც აპელირებდა სწორედ ამ მორალურ ღირებულებებზე. ეს იყო მიმართვა საფრანგეთის და გერმანიის მეთაურების მიმართ, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღეთ სხვა შედეგი ბუქარესტის სამიტზე, უარი ნატოზე, უარი მაპზე. მაგრამ მივიღეთ ის, რაც რუსეთს აღიზიანებს ყველაზე მეტად. ის პასუხი ნატოსი, რომ უკრაინა და საქართველო შევლენ ნატოში. ახლა წარმოიდგინეთ, უკრაინა რომ ნატოში შევიდეს, ეს ნიშნავს, რომ ბელგოროდთან იქნება რუსეთის საზღვარი. მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანული ტანკები სწორედ ბელგოროდამდე მივიდა და კურსკამდე მეტი კი არა. ბატონო ალექსანდრე, ნატოზე უარი შეიძლებოდა ყოფილიყო საქართველოსთვის შანსი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის. არის მოსაზრება, რომ უარი ნატოზე შესაძლებელია გამხდარიყო რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების საფუძველი ან მიზეზი. ეს არის პროპაგანდა და გარდა ამისა, ეხლა არ მინდა ვთქვა, მაგრამ რაც პირველი ნომრით რო პარტია არის და რომელსაც ეამაყება, რომ 30% მოსახლეობის წინააღმდეგია ნატოსი და ის ერთ-ერთი პარტია ნატოს წინააღმდეგება, ეს ჩემთვის არის აი მასლა გაუგებარი, როგორ შეიძლება დღეს საქართველოში ნორმალურ ჭკუაზე მყოფმა კაცმა ეს განაცხადოს, მაგრამ ნუ რას იზამ, ყველას თავისი ინტერესი აქვს. არ ამგონია. მე ვფიქრობ, რომ
საქართველოს ხელისუფლებამ ეს მოსინჯა ეს საკითხი და არ მიიღო პასუხი ისეთი, რომელიც მისცემდა მას საშუალებას გააცვეთილება მიიღო ანექით ანაკით. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ვისთან გვაქვს საქმე. ის რომ ხარო აი დიპლომატიური მონოპოლიკების დროს და რას ვიღებ ახლა ასე პირდაპირ არ ვიტყოდი, მაგრამ შეიძლება ასეც ინტერპრეტირება. ეს არაერთხელ მომხდარა და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს არაფერს ჩვენ ამით არ მივიღებთ. ყველაზე სწორი გზა არის ის ამ გზასაც დაადექი ის ბოლომდე გაიტანო. რაც არ უნდა დაგიჯდეს ეს. ბატონო ალეკ ქუჩაზე რო გადადიხარ, როგორც იქონ დაიხევ, დაგეჯახება მანქანა. ბოლომდე უნდა წახვიდე, დაიწყე ბოლომდე უნდა წახვიდე. ბოლომდე წასვლა გულისხმობს იმასაც, რომ უნდა ააშენო სრულყოფილი თუ არა წელში გამართული დემოკრატია. რადგან რუსეთის ორბიტიდან გასვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისითაც, რომ შენ აშენებ დემოკრატიულ ქვეყანას და ამას უპირისპირებ რუსეთის პუტინის რეჟიმს რუსეთში. როგორ ფიქრობთ, ამ ამოცანის შესრულებაში რა შეცდომები დაუშვა საქართველოს ხელისუფლებამ? შეეძლო თუ არა მიაღწია უფრო მეტი დემოკრატიის თვალსაზრისით, ვიდრე მან მიაღწია ამ წლების განმავლობაში? ალბათ მეტი შეეძლო, მაგრამ შეიძლება სხვა ხელისუფლება ყოფილიყო, ამასაც ვერ მიაღწევდა. ძალიან ძნელი ამის თქმა, ისტორიაში შეუძლებელია რასიზმ და რაც არის ის არის, უნდა შეაფასო. საქართველოს არის ომში. რაც დაიწყო მისი დამოუკიდებლობა სულ ომშია რუსეთთან, სულ ომშია საკუთარ თავთან, ერთი ფრონტიც მძიმეა და მეორე, ხანდახან საკუთარ თავთან ომი უფრო ძნელია. მე ვფიქრობ, რომ ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ მეტის გაკეთება შეიძლებოდა, მაგრამ როდესაც შენ ომში ხარ და ხარ გინდა ფორსირებულად გააკეთო ყველაფერი და მძიმე ძალიან მტკივნეული რეფორმები გაატარო, ცდილობ ეს თუნება გაქვს, რომ კონსოლიდირება უნდა მოხდეს ხელისუფლების, იმიტომ რომ სწრაფად ხდება გადაწყვეტილების მიღება და ეფექტურად. მაგრამ ამის გამო ზიანდება ინსტიტუტები, რომელიც ისედაც ძალიან სუსტია. ჩვენთან პრობლემა არის, რომ ინსტიტუტების გაძლიერებასა და დემოკრატიის გაძლიერებასა და ეფექტურობას შორის დამყარდეს რაღაცა ოქროს, რაღაცა უნდა მოხდეს, აი ეს შუა წერტილი უნდა იყოს მონახული, მაგრამ იმის გამო რომ ფორს მძიმე მდგომარეობა, სუფორს მაჟორია, ამის გამო ხელისუფლება სულ ცდილობს რომ კონცენტრირება მოახდინოს ხელისუფლების ძალაუფლების. და სწორედ ამაშია განსხვავება. ჩვენი ნამდვილი ოპოზიცია იგივე მიზნებს ისახავს, რასაც ხელისუფლება, რომელსაც აქვს დღეს პასუხისმგებლობა. განსხვავება არის ტაქტიკაში. იმ შემთხვევაში თუ კი საქართველოს ხელისუფლება მეტ წარმატებას მიაღწევდა დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობის საქმეში, როგორ ფიქრობთ, ევროპის მხარდაჭერა იქნებოდა უფრო მტკიცე, თუნდაც მაპზე? მე არ მგონია, რომ არსებითი მნიშვნელობა აქვს ქონოდა. იმდენად აქ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ გაზი და ნავთობი და სტრატეგიული ინტერესები და დიდი ბიზნესის ინტერესები. ეს რა თქმა უნდა მოქმედებს, მაგრამ ეს უფრო აი ტყემალივით არის რა. ბატონო ალექსანდრე, როგორ ფიქრობთ, საქართველოს სტრატეგიული მიზნების მიღწევაში რაიმე მნიშვნელობა აქვს, ან თუ აქვს რა მნიშვნელობა აქვს იმას, თუ ვინ გახდება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი? როგორც ჩანს, როგორც მოჩანს, ჩვენთვის უფრო მიმზიდველი არის მაკეინი, იმიტომ რომ ქვეყანას იცნობს კარგად, ჩვენ ხელმძღვანელობას იცნობს კარგად, ქვეყანა მოწონს ძალიან, ეს არაერთის ხაზი გაუსვამს ამისთვის. და განცხადებებიც მან გააკეთა სადანადო, მაგრამ იმის ჩვენც უნდა უყუროთ არა იმას, ვინ იქნება, არამედ ვინ იქნება მისი მრჩევლები, ვინ იქნება ის ხალხი, ვინც განაპირობებს პოლიტიკას საგარეოს. სამივე პრეზიდენტს ყავს ისეთი მრჩევლები, რომლებიც საქართველოს ურთიერთობაში არიან სწორ პოზიციებზე ჩვენი აზრით, ძალიან რეალისტულად აფასებენ ვითარებას და სამივე შემთხვევაში სამივე გუნდი არის ჩვენთვის მისაღები. ერთადერთი ობამა ნაკლებად გამოცდილია საგარეო პოლიტიკაში და ის თავიდან ეცდება, რომ უფრო შიდა საქმეებს მიხედოს, მაგრამ ამერიკა გლობალური ძალაა და მას არ შეუძლია, რომ არ გაიხედოს გარეთ რა ხდება. პანჯერას ვერ დახურავს. ამიტომ მეორე დღეს თუ არა, მესამე დღეს ობამას დაჭირდება გადაწყვეტილებების მიღება უკვე საგარეო ფრონტზე და მას ხავს ესეთი მრჩევლები, მათ შორის ბატონი ბჟეზინსკი, მისი ვაჟიც მარკი, ესენი არიან და ბევრი კიდე სხვები. თითქმის ყველანი არიან ის ხალხი, რომლებიც ძალიან კარგად იცნობენ ვითარებას კავკასიაში, იცნობენ ძალიან კარგად პოსტსაბჭოურ სივრცეს და მე ვფიქრობ, რომ ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება პრეზიდენტი. რა თქმა უნდა, მაკეინი უფრო სასურველია, ჩვენ ემოციური ხალხი ვართ და
გვიყვარს, რომ ვისაც უთხარებს, რომ პრეზიდენტი იქნება, ის გახდეს პრეზიდენტი. თუმცა საქართველოში მოდმევათი იყო ესეთი სტერეოტიპი, რომ კარგია იყვნენ ადმინისტრაციაში რესპუბლიკელები ვიდრე დემოკრატები, რადგან დემოკრატებს აქვთ უფრო ლოიალური დამოკიდებულება რუსეთის მიმართ. რამდენად შეესაბამება რეალობას დღეს ეს სტერეოტიპი თუ დემოკრატები ტრადიციულად უფრო მოთხოვნი არიან ადამიანის უფლებების მიმართ. ამ მხრივ რუსეთს არ უნდა გაუღიმოს ბედმა დემოკრატებთან. მე ვფიქრობ, რომ აქ ბევრი რამე დამოკიდებულია რუსეთის ქცევაზე კიდევ, როგორ მოიქცევა რუსეთი და გარდა ამისა, რამდენად მიხვდება ევროპა, რომ დრო არის ევროატლანტიკურ ოჯახში ცოტა მეტი ყურადღება მიაქცევენ ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან და არ ითამაშონ თავიანთი მხოლოდ როლი ავტონომიური, იმიტომ რომ ეს ასუსტებს ევროპას, ასუსტებს ევროპის იმ ნაწილს, რომელსაც ჩვენ ძველ ევროპას უწოდებთ და გრძელვადიან ანგარიშებაში, სტრატეგიაში მათ ეს არაფერს გაქვს არ მოგვიყვება. და შეცვლა ამერიკის პრეზიდენტის, რადგან ცნობილია, რომ ევროპასა და ამერიკას შორის ურთიერთობები გაფუჭდა ბუშის ადმინისტრაციის პერიოდში, ერაყის ომი იყო ეს განხეთქილების ვაშლი ამ ორ პარტნიორ, გლობალურ პარტნიორს შორის. როგორ ფიქრობ, თუნდაც ამ ურთიერთობაზე რა გავლენას იქონიებს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები? შეერთებული შტატების ადმინისტრაციის შესვლა ყოველთვის არის საშუალება იმისა, რომ ყველა იმ ქვეყანას, რომელსაც აქვს ინტერესები შეერთებულ შტატებთან დაკავშირებით, ეცდება, რომ განამტკიცოს პოზიციები, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, იმიტომ რომ ახალი ადმინისტრაცია ყოველთვის ახალი შესაძლებლობებია და ჩვენ ამას უნდა შევხედოთ დიდი ოპტიმიზმით, იმიტომ რომ ეს გახლეჩა, რომელიც ევროატლანტიკურ ოჯახში ხდება, ეს გახლეჩა დღესდღეობით ეს შესამჩნევია, ჩვენ სასარგებლოდ არ არის. ჩვენ გვაწყობს, რომ ისინი ერთად იყვნენ. რაც შეეხება რუსეთის ფედერაციის ახალ პრეზიდენტს, ყველა თანხმდება, ყველა პოლიტოლოგი, მათ შორის ბატონ ბჟეზინსკიც ამას ამბობს ძალიან პირდაპირ, რომ მედვედევის მაგივრად გადაწყვეტილებებს კიდევ დიდხანს მიიღებს მისტერ პუტინი, როგორც ბატონი ბჟეზინსკი ამბობს. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ახალ პრეზიდენტი რუსეთში არ გახდება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ახალი ეტაპის დასაწყისი. ეს არ არის დამატებითი შანსი ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის. იცით, ახლა მარჩიელობა შეიძლება და ჯერჯერობით რაც მოჩანს არის ის, რომ პუტინი ძალიან ძლიერ პოზიციებით არის პუტინი და მან სანამ მედვედევი მოვიდოდა ხელისუფლებაში, ყველაფერი გააკეთა, რომ მედვედევი ყავდეს კონტროლ ქვეშ, მაგრამ ვიცით, ვითარება შეიძლება შეიცვალოს, იმიტომ რომ შეიძლება პრეზიდენტი იყო ქვეყნის და თოჯინის როლი შეასრულა. არ მგონია, რომ ის თოჯინის როლს შეასრულებს. თუმცა მედვედევი ვერ ბედავს ყოველ შემთხვევაში ესე ჩანს, რომ თავის საპრეზიდენტო სკამზე დაჯდეს პუტინის პირისპირ და მთელი რუსული პრესა საუბრობდა იმ დღეს საუბრობდა, როდესაც ეს კადრები იყო ნაჩვენები იმაზე, რომ ეს იყო შეურაცხყოფა პრეზიდენტის ინსტიტუტის რუსეთში, როდესაც მედვედევი იჯდა პრემიერ-მინისტრის სავარძელში და პუტინი ისევ იჯდა პრემიერ-მინისტრის რანგში უკვე პრეზიდენტის სავარძელში. Хотите, რუსეთზე უჩემოთქა რომ უმომრასიონი პანიათი. რუსეთი რთული ქვეყანაა და მით უმეტეს ახლა ჩვენ ვიმარჩიელოთ როგორ იქნება. ჩვენ უნდა შევაფასოთ. ვითარება რამდენიმე თვე რო გავა. მაშინ ვიტყვით ჩვენ რომ მართლა მედვედევი პრეზიდენტია თუ პუტინი კვლავ პრეზიდენტია. რამდენიმე დღე გავიდა და ამიტომ მე მგონი წინასწარ არ ღირს თქმა ეს იქნება არასერიოზული. ჩვენ უნდა ვნახოთ როგორ წავა საქმე. ისე ბჟეზინსკის რომ დავუბრუნდეთ, რადგან ის ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი იყო, მას ძალიან ხშირად უყვარს იმის გამეორება, რომ ძალიან დიდი იმედი აქვს რუსეთში მდგომარეობა მალე შეიცვლება და ამ იმედს აძლევს ახალგაზრდა თაობა. მაგრამ გონიათ თუ არა, რომ ეს არის გადამეტებული ოპტიმიზმი რუსეთთან დამოკიდებულებაში, იმიტომ რომ რუსეთი დღეს დგას ნეონაციზმის საფრთხის წინაშე და ამაში არის ჩართული ახალგაზრდა თაობა. გარდა ამისა, რუსი ლიბერალების აზროვნებაც კი საგარეო პოლიტიკაში ვერ გაცდა იმპერიალისტურ ჩარჩოებს და კლიშეებს. ბჟეზინსკის ერთ-ერთი შრომა აქვს, არა ის წიგნები, რომელიც მან დაწერა, არამედ მას ერთ-ერთი შრომა გამოქვეყნებული, გრძელი სტატია ძალიან, სადაც აფასებს პუტინის წლებს და პუტინის რუსეთს და პუტინის არჩევანს. და ხო, და ესეთი ძლიერი სტატია, მე ყველას ვურჩევ, რუსულად არის თარგმნილი და ინტერნეტში არის. მე მგონი იქ არის გამანადგურებელი შეფასება იმის, სადაც არის პუტინის რუსეთი. მე იქ ვერ ხედავ ვერავითარ იმედს, არც ახალი თაობის მიმართ და არც სხვა.
ახლა როცა ის აზრებს ინტერვიუებს რუსებს ყოველ სამოსუმო მიყვარს ქვეყანა რუსეთი და ეს არა, თქოს ჩემთან ინტერვიუშიც ადრე საგაზეთო ინტერვიუშიც ეს რა თქმა უნდა, რუსეთის მიმართ სიმპათია ყველას აქვს, იმიტომ რუსეთი მაინც განსაკუთრებული ქვეყანაა და არ არის ისეთი ქვეყანა, რომელზეც ესე იტყვი რა. მაგრამ აი ამ რუსეთს არის პუტინის არჩევანის სტატია რო აქვს, იქ მე მგონი იმდენი არის ნათქვამი, მგონი ისეთი ანალიზია, რომელიც დიდი ხანი არავის არ გაუკეთებია რუსეთის შესახებ და არის მომაკვდინებელი შეფასება. და ბატონო ალექსანდრე, კითხვას ისევ საშინაო პოლიტიკაზე, როგორ ფიქრობთ, არჩევნები და არჩევნების შემდეგ განვითარებული სიტუაცია, რამდენად მნიშვნელოვანია და რამდენად დიდ როლს შეასრულებს ის თუნდაც ესეთ დაძაბულ ვითარებაში რუსეთ-საქართველოს შორის? რუსეთი ელის რომ პრეზიდენტი და გაბატონებული ძალა საქართველოს პოლიტიკური უფრო სუსტი გამოვა არჩევნების შემდეგ და დასუსტება. თუ მათ დაინახეს რომ ის შესუსტებულია და ოპოზიციამ შეასუსტა, მაშინ მათი შემოტევა იქნება სხვა. თუ მათ დაინახეს რომ სააკაშვილი ცხენზე ზის ჯერ კიდევ და ჯირითობს, მაშინ მათი მიდგომა იქნება სხვა. მე ვფიქრობ, როდესაც შენი ქვეყანა ომშია, მაინც უნდა მეტი ფიქრო იმაზე, რომ ვიყოთ ერთად ყველანი და ჩვენ განსასწრების წინაშე ვდგევართ. ხანდახან ჩვენ ხალხს ეს ავიწყდება. მე ამას ვამბობ ყველაზე, გინდა ეს პოლიტიკური პარტიები იყოს, გინდა ეს ოპოზიცია იყოს, გინდა ეს ხელისუფლების წევრები იყოს, მე მგონი ძალიან ბევრს ავიწყდება ხანდახან, რომ ჩვენად ნამდვილ ომში. და არ მგონია, რომ როცა ომში ხარ, შეიძლება მოდუნება. და ერთად ყოფნა არის ერთადერთი შანსი პატარა ქვეყნის, რომ გაუძლოს დაწოლას. სხვა შანსი პატარა ქვეყანას არ აქვს. შიგნიდან თუ ის გატეხილია და გარღვეულია ყველაფერი, მაშინ როგორ უნდა გაუწიოს წინააღმდეგობა. რამდენი ხნის პერსპექტივა ის რომ საქართველოს განწირულია იცხოვროს არადემოკრატიული მეზობლის გვერდით? მე მგონი ძალიან დიდ ხანს. ძალიან ამიტომაც არის რომ საქართველოს უნდა როგორმე რომ მიიღოს მაპი და როგორმე შეუერთდეს იმ ევროპულ ოჯახს საბოლოოდ და ევროპა-ატლანტიკურს რომ ეს დიდი არადემოკრატიული მეზობელი ნაკლებად იგრძნოს, მაგრამ ეს ძალიან ძნელია, იმიტომ რომ გეოგრაფია დიქტატორია ამ შემთხვევაში და გვეუბნება ჩვენ რომ ასე ადვილი არ იქნება ჩვენი განშორება. გასაგებია ის იყო ალექსანდრე რონდენი, ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი. მადლობთ რომ მოვდათ. კარგად სანდრა.